გამარჯობა, Sarvias podcast-ის დროა. გასულ კვირას ჩვენ ძმა და მეგობარი ილია ბაბუნაშვილი საფრანგეთში კერძო სენტეტიენში იყო, სადაც დაესწრო ადგილობრივი სენტეტიენის, ანუ ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას ურთიერთდაპირისპირებას. ხო და დღევანდელ გადაცემაში სწორედ ილია ბაბუნაშვილი გვესტუმრა და ფრანგულ ამბებზე ის მოგვიყვება. ილია, მოგესალმები. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ვართ? არაჩვეულებრივად ძალიან ხასიათზე კი, ძალიან საინტერესო ადგილას ვიყავი, ძალიან საინტერესო თამაში და დავესწარი სენტ-ეტიენში, ჟოფრუა გიშარის სტადიონზე, სენტ-ეტიენისა და პარი სენ-ჟერმენის თამაში, ბოლო ტურის თამაში იყო ლიგა 1-ის. აქედან ზურიკო იყო, იქიდან ხვიჩა კვარაცხელია და მინდოდა რომ თამაში დამთავრებული იყო. ხო, მინდოდა და მოგვიყევი ახლა ესე შტაბის. მინდოდა რომ თამაში დამთავრებული იყო. ჩვენ არ ვილაპარაკებ და შენი ლაპარაკე ახლა მოყევე. აგინა ბევრი გოლი გავიდა. მინდოდა 5-5 დამთავრებული იყო და ან 3-0 ლამაზი ანგარიშია დღეს ვიღაცა რომელიღაცა თქვენგანი ამბობდა მე მგონი. 3-0-ია. 3-0 მე მიყვარს. 3 ხო, აი შენ გიყვარს 3-0 და 3-3 კარგი. ოღონდ ჩვენები რო იგებენ ეგ 3-0. ზურიკოს რო გაეტანა და იქიდან 3 ხვიჩას კლად კარგი იქნებოდა, თუმცა ხვიჩამ არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა. სენტ-ეტიენის კარში ეს ყველა ნახეთ და მიხარია რომ ამას ტრიბუნიდან ვადევნე თვალი, რა ვიცი, აბა. ისე ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის თამაშზე იყავი რა საფრანგეთში, ხო? სენტ-ეტიენია და პესეჟია, ხო? რა ხდებოდა იმ ქალაქში? არის მტრობა და რაღაცა. იცი რა არის მტრობა, რასაკვირველია, არის ახლა პარიზი დედაქალაქია და ნებისმიერ პროვინციაში, ნებისმიერ ქვეყანაში დედაქალაქის მით უმეტეს ასე თაკომბალა გუნდის წინააღმდეგ არის რასაკვირველია. არ უყვართ ხო პესეჟი? არ უყვართ, რასაკვირველია. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარიზელ გულშემატკივარს აკრძალული ქონდა ამ თამაშზე დასწრება, ანუ ჯგუფურად ვერ ჩავიდნენ. ხო, ვიღაც პარიზელმა თუ ბილეთი აიღო და ვერ შევიდნენ, ამდენად იყვნენ მარტო ადგილობრივები. კარების უკანსხედან ერთი და მეორე გულშემატკივართა კლუბის ესენი, რა ქვია, წარმომადგენლები, ეს ჩვენთან რო ულტრასებს ეძახიან, მაგრამ მე მგონი არაფერი საერთო ამ საკმაოდ ისეთ უხეშ სიტყვასთან ამ ხალხს და მათ ქცევას არა აქვს და აბსოლუტურად წესიერი პატიოსანი ხალხია. ეხლა კი არის მართალია ერთი ამბავი ატეხილი მაგ სენტ-ეტიენში და საერთოდ საფრანგეთში, რომ სენტ-ეტიენის ორ გულშემატკივართა კლუბს ალბათ მაგორს ერთს ნამდვილად მწვანე ანგელოზები რომელსაც ქვია უპირებენ თავრობა უპირებს გაუქმებას აკრძალვას. და ამაზე არის დიდი ამბავი ატეხილი, იმიტომ რომ საწინააღმდეგო მოსაზრება არის ასეთი, რომ ოფიციალურად რომ გავაუქმოთ, ისინი ხო რეალურად არ შეწყვეტენ არსებობას, ასე რომ ჯობია მაინც იყვნენ ოფიციალურად და ჩვენ მათთან ასეთი ურთიერთობა გქონდეს და თანდათან აღზარდოთ, ვიდრე იატაკქვეშეთში გადავიდნენ და მე შმაკმა უწყის რას გააკეთებენ, მაგრამ მე რაც ვნახე არ ვიცი ის ხალხი არაფერს არ აშავებს, ხა სიმღერა თუ დაშავებაა, არ ვიცი რა. უბრალოდ 1-6 რო აგებდა მაგათი გუნდი არ გაჩერებულად მღეროდნენ ბოლომდე ხარში ედგნენ თავიანთ გუნდს ბოლომდე და არაჩვეულებრივი სანახავი იყო ეს გადაძახილ გადმოძახილი ნუ ეს ბევრ ქალაქშია ხო ერთი აქითა ტრიბუნა რო აქითა არსუკანა ტრიბუნა რო დაიწყეს მე იქითა ბანსაზლებს მე ის დაიწყებს აქითა ბანსაზლებს ძალიან ის იყო რა ქვია ისა სენტ-ეტიენის ისტორია და ეს აღმავლობის წლები ძალიან წააგავს თბილისის დინამოსას. ბოლოს 91-ში გამხდარან ჩემპიონები, იმის შემდეგ არ გამხდარა. არა და ნუ რეკორდსმენები იყვნენ პესეჟემდე. 10 ჯგრის ჩემპიონები არიან და 64-შიც ჩემპიონები გახდნენ. ეხლა ის გდა ამოიქაჩა პესეჟე რა, ბოლო 10 წელია, თორე იქამდე ხო. ეგ საერთოდ 1970 წელს დაარსებული გუნდია. ნუ საფრანგეთს აქ პრინციპში 4 აი ხა დაითვალო, სენტ-ეტიენის ეპოქა, რეიმსის ეპოქა იყო, სენტ-ეტიენის ეპოქა იყო, მარსელი ცოტა ხანი და ლიონი რა თქმა უნდა. ლიონი ზედიზედ 7 ჯერ გახდა ჩემპიონი და სენტ-ეტიენი, აი თვითონ აი რამტრობა არის ლიონთან, აი გვაინტერესებს. აი გარედან ვიცით რომ ძალიან გადამტერებულები არიან და რის გამო ლიონი არის, როგორ გითხრათ, თელავი და გურჯაანი. ლიონშიც ხო იყავ. ლიონშიც არა, ლიონში ვიყავი, სენტ-ეტიენში თამაშზე ჩავედი და 1 საათი ეს სენტ-ეტიენშიც იყავი და სენტ-ეტიენშიც ვიყავი, ხო.
არა, ნუ ღამე დავჭირ სენტეტიენში, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? როგორ გითხრათ, ქუთაისი თბილისურად რო გადმოვთარგმნოთ, ქუთაისი და რა ვთქვა, ზესტაფონი, რაღაც, აი ესეთი ქალაქებია რა, გვერდი ქალაქებია, ლიონი არის ცენტრალური დიდი ულამაზესი ქალაქი, არაჩვეულებრივი ქალაქი და სენტეტიანი არის რაღაც ადგილობრივი იმითი, რა ქვია, ელექტრიჩკებს ეძახიან, იმითი ჩადიხარ სენტეტიანში. სენტეტიანი პატარა ქალაქი. კი, შედარებით. ხო და ეს მტრობა, აი რა როგორც ვიცი, მსხვერპლიც იყო ხოლმე. მეზობელი ქალაქი. აი, რეგიონული მტრობა. შალკე დორტმუნდი რო არის, რეგიონული თელავი გურჯაანი, რატო ხობი ისა, რა ქვია, ზუგდიდი რატო. ეხლა დორტმუნდი გაზანკეხანი არის ესა 15 წუთია იმით, რა ქვია, მატარებული. მაგრამ აქ უფრო მტრები ყოფილა. ეგ მსხვერპლი, ალბათ, მაინც ან ძველი ისტორიაა, ან ძველი ისტორიაა და ან 1000-ში ერთხელ ხდება. ხლა სადაც ადამიანები არსებობენ, იქ ყოველთვის იქნება რაღაცა ექსცესი და კონფლიქტი, მაგრამ არავინ არ წარმოიდგინოს, რომ ეს არის აგრესიული ხალხი, რომელიც რაღაც აი ისეთ რაღაცეებს ჩადის ჩვენმა სომხეთის ნაკრებთან რო ჩაიდინეს რაღაც ხო ეგეთი რაღაც. შეიძლება 1000-ში ერთხელ მოხდეს. აბსოლუტურად წესიერი მარსელშია ეგეთი რაღაცები. მარსელში ალბათ უთხურის იმას რო აფარებენ. ხო, ალბათ უფრო. ბადებს რო აფარებენ. არა, თავისი გუნდი უყვართ. ახლა საინტერესო იყო, ორნი ვიყავით ჩვენ თამაშზე და ჩვენ კარების უკან არ ვისხედით, ესე იგი ვისხედით ძირითად ტრიბუნაზე. ანუ ცენტრ შუაში რა. ხო და ახლა ჩვენთან ხო აქედან ზურიკო თამაშობდა, იქიდან ხვიჩა თამაშობდა და თუ გახსოვთ თავიდან სენტეტიენმა დაიწყო შეტევა პირველი 30 წუთი აჯობა რა სენტეტიენმა ისე უტევდა და ზურიკომ საგოლე პასი გაალა რომ წავიდა ეს ზურიკომ შეუტია და ჩვენ მიდი ზურიკო უნებურად რაღაც რეაქცია გქონდა ეხლა თავი არ მომიკლავს იმითი რა ქვია ზეითქვით ხტუნაობით მაგრამ ნუ რაღაც წამოვდე და ეხლა გარშემო სენტეტიენელებს ვინც ჩემს გარშემო და შემხედეს ეხლა მაგათკენ ვარ რაღაცა ახლა აქედან ხვიჩა წამოვიდა და დიდი ხვიჩა ერთმა შევიდა ეს ქიში ხო სუშიტევისკენ პირადი ჯგუფ ისენი თუ ყავთ აი ფანები და საქართველოს დროშა თუ იყო საქართველოს დროშა დავინახე ერთი კი მაგრამ ნუ ქართველები იქნებოდნენ ახლა ასეთი ილია რა უნდა კითხო იცი ერთ-ერთი იშვიათი ქართველი ხარ აქაუ ჩვენიანი მოკლედ ვინც ლაივში ნახა ნაპოლი კი ბატონო და აგერ ახლა პესეში შეგიძლია რომ შეადარო ხვიჩას თამაში ნაპოლი ამ ხვიჩას არა საერთოდ გინდა გუნდი გინდა ხვიჩა და ზოგადად გუნდი ანუ ხვიჩას გამო მეკითხები ხო აბა ხო ლავეცის აი რუის ხო რა ვიცი რანაირად უნდა შევადარო ანუ პესეში ძალიან მაგარია ხო ძალიან მაგარი გუნდი ახლა წეგან რო თქვით რომ ის პირველი 30 წუთი ეს მე მგონი დაუთმეს რაღაცა არა იმითი გამოვიდნენ რა ქვია ცოტა ზემოდან აბრეკილები ხო რაღაც ძალიან სალიფეხით უნდათ მოგება და აი ესე როცა დაჭირდათ მე მოუმატეს და 6 გოლი გაუტანეს და სწორი იყო ალბათ ლუის ენრიკე თამაშის მერე რო თქვა რომ ესე არ შეიძლებაო დაწყებაო ყოველთვის ვეღარ შეძლება მე ამ იმას რომ ერთშენიერ დღესაც გამოჩნდება ვიღაც კერკეტი კაკალი მოწინააღმდეგე რომელიც აღარ მოგატრიალებინებს რა თამაშს რა ან შენ აღარ იქნები იმ განწყობაზე მაგრამ ამ წუთას ისეთი მაგარი ხა ყობა არ მოიდგინე რა ხდება ეხლა საერთოდ ესე მე ესე ვარ ყოველ შემთხვევაში უცხოეთში რო ხარ და უყურებ რაღაც თამაშს, მით უმეტეს ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით, იქ რა არის, იქ თვალს ის მოკტაცებს გულშემატკივარი, იქ ტრიბუნა რანაერია, იქ რაღაცა და მე პირადად ასე ვარ, რომ თლად ესე მოედანზე მიშტერებული მთელი 90 წუთის განმავლობაში ვერ ვარ, იმიტომ რომ იქ სხვა შტაბ-ეჭდილებებიც მოდის, ხო, ფაქტიურად საფეხბურთო ტურიზმია რა, რასაც აკეთებ და ამდენად გამომრჩა, როდის შეიყვანა ვიტინია. ეს შეცვლის მომენტი გამომრჩა. ნუ ეთქობა ანიქით ვიყურებოდი, არის მანშხალები ანთეს რაღაცა თვალი გარბის საკითიკი და უც ეს ვიტინიას შემოსვლა გამომრჩა და ხედავ რომ პარი სენ-ჟერმენი ბოლო იყო, ხო, თამაშის მიწურული უკვე და ხედავ რომ პარი სენ-ჟერმენის თამაში გახდა უფრო ინტენსიური. სულსვანაა. ხო, და თავდასხმას უკეთ ეხმარება. ნახევარ რა ხდება, შევხედე ვიტინია მოედანზე. ანუ
როდესაც გუნდს შეუძლია თავს ის ფუფუნება მისცეს რომ თამაშის ბოლოს ნახე ინტენსივობა გაზარდოს არა ტაქტიკის გადაწყობით, არა რაღაცა ტვინის ჭყლეტით, რაღაცის ოფიქრებით, არამედ ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელის შეყვანით რა. 4-1-ზე ხა წარმოიდგინე 4-1-ზე შეიყვანა დემბელე რა. ხო, 4-1-ზე შეიყვანა დემბელე და ის ხო, იგივეა ხა მე ვიტინიას ვამბობ დემბელე, კი ბატონო, იგივეა, აბსოლუტურად, ხო? ეს კი რა ფუფუნება, რა კლასის გუნდია, ხო, წარმოგიდგენია რა. არა, ამას ის კი არ ჭირდება რომ რაღაც გადააწყოს, გადმოაწყო და რაღაც ეს ტვინის ჭყლეტა და აუ მივხვდით რომ 3-4 რაღაციდან გადააწყო, გადმოაწყო. არა, უბრალოდ გამოიყვანა და ძალიან სოფლიო კლასის ფეხბურთელი გაიყვანა, მეორე შემოიყვანა და დამთავრდა. შემოიყვანა და თან ვინ, ხო, დემბელე. თან აი ლუის ენრიკე მაგიტომაც არის მაგარია თითოეულ გაფუჭებულ მომენტებზე და მაინც რეაგირებს, ისე არ ზის ხოლმე რა. კი, პრინციპში თითქოს ჩემპიონთა ლიგის სავარჯიშოდ იყენებს, ესე გამოდის, მაგრამ ამაზეც ნერვიულობს ხოლმე რა. აი თამაშის მერე სულ ისეთი კომენტარები აქვს რა, რაღაცა ხა თვალთ მაქცობს თუ რა შურება, მაგრამ მასე აკეთებს ყოველ შემთხვევაში. აი შეგასიზავდი მის ადგილას, ხო? ჩემპიონი ხარ ფაქტიურად. დარჩენილი გაქვს კიდე 7 თამაში გაქვს დარჩენილი რა. აი რას იზავს სტიმული ხო უნდა შეიძლება სტიმული რა არის იცი რომ წაუგებლად უნდა დაამთავროს აი ეგეთ რაღაცებს იგონებ მე რომ აი ჩვენ გვინდა შევიდეთ ისტორიაში რომ სტატისტიკაში ჩაიწეროს რომ აბა თუ შევძლებთ რომ გოლი არ გაუშვათ შემდეგ 5 თამაშში ზუსტად ეგაა რომ იგონებს იგონებ რაღაცებს თორე ხლა განსხვავებით წეგა ნაპოლი ვახსენეთ და განსხვავებით იტალიის ჩემპიონატისგან გინდა ინგლისის ჩემპიონატისგან ასე რომ ერთი გუნდი ისა რა ქვია წინ გავარდეს და წინ იყოს და ვერავინ და ვერაფერი ვერ ეწეოდეს ახლა იქ შეგეძლია შეადარო აი ეს PSG და ის აი სპალეტის დროინდელი ნაპოლი ჯერ ყობა ელემენტარულად მაღალი დონის ფეხბურთელების რაოდენობით ვერ შეადარებ არის ჟერმენში ხო ახლა რაც მაგალითი მოვიყვანეთ ხო რომ შეცვლაზე შეკავს დემბელე და ვიტინია იქ ახლა ის შეყავდათ ხო შეცვლაზე რასპადორი ხო არა ეს ბევრად რა თქმა უნდა შემადგენლობა ნუ ახლა ეს ძალიან მდიდარი კლუბია პარი სენ-ჟერმენი აი რამე სიახლე ახლოდან მაინც თაითუ დაინახე რამაც შედარებით ტელევიზორში ნანახისგან განსხვავა რა PSG თუნდაც ყვარა აი რაღაც ისეთი არ ვიცი ახლა ესე ცოტა ძნელი ამის გამო აი მაგალითად თამაში რო იწყებოდა სანამ სასტვენი იქნებოდა შევხედე როგორ დგანან ხო მაგ დროს ყველაზე მკაფიოდ ჩანს ტრიბუნიდან რა განლაგებით სანამაირევია. არის ისა, რა ქვია, სენტეტიენი იდგა მკაფიოდ ესე რა ხაზებად რა, რა ძალიან იოლად გაიგებდი რომ 4-3-3 როგორც იდგნენ. ისინი აი როგორც ესე თამაშობენ აი ეზოში რომ ეგრე იდგნენ რა. ყვარა ვისაც ადმოუნდება იქ. უკან კი იდგა სამი მცველი ესე რა ქვია ჩამსკრივებული და დანარჩენები ლატერალები ისინი ვინ ზოგი ცენტრის შუაში იდგა ზოგი პრინციპში როგორც თამაშობენ ისე იდგნენ თამაშის ხო და ეგ ცოტა გადაჭარბებით ვლაპარაკობ რასაკვირველი ახლა ჩასაფრებული მაყურებელი იტყვის რომ ეგრე არ იქნებოდა და მართალიც იქნება ახლა კლადესი არ იყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი გეომეტრიული იმასთან შედარებით ეს იყო ხო რა იდგნენ რა ბიჭები ყველა ეგ აი ფეხბურთელების აზროვნებაზე და ტვინზე ლაპარაკობს რომ როგორ შეუძლიათ ეს იოლი ხო არ არის ხა მარჯვნივ ხარ და რაღაც 27 წუთზე უნდა გადახვიდე მარცხნიდან და ტაქტიკურად არიან ძლიერები რა ეს ფეხბურთელი ძალიან მაღალ დონეს მიუთითებს ასაკვირველია მოწინ ამდეგისთვისაც ძალიან ძნელია როდესაც ასე ირევიან და შენ სენტეტიანი კი არ აგერ ლივერპული დააბნიეს რა ხო მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმები რომ უპირველეს ყოვლისა ამას შესრულება უნდა რა შემსრულებლები გინდა და შესრულება უნდა. იმის დაბნევა ეს უკვე მეორადი შედეგია რა. პირველი არის რომ ეს ყველა ვერ გააკეთებს. შენ შეასრულო და მე მგონი ყვარა აი ზუსტად მაგიტო უნდოდა და ითხოვდა რა ითხოვდა ეგ. ხვიჩაკო არაცხელია დიდი ფეხბურთელი რა. რაზია ლაპარაკი ხა მე მესმის ჩვენ ქართველები ემოციური ხალხი ვართ და რაღაცა ისენი გვაქვს ებათაღები რომ გვინდა რომ კიდე ყველა თამაში 3-3 გოლი გაიტანოს და გულშემატკივრობს და რაღაცა, მაგრამ რაც არის აი ეს არის ძალიან დიდი ფეხბურთელი ხუჭა და მე ეჭვი არ მეპარება რომ მის კარიერაში
ჯერ 24 წლის არის რა. მე მესმის რომ 21-ის აღარ არის, მაგრამ 24 წლის არის და მის კარიერაში აუცილებლად იქნება 2-3 გამორჩეულად ვარსკვლავური წელიწადი რა. ასე რომ ნუ არ ვიცი, გარდა იმისა რომ ჩვენი საყვარელი ფეხბურთელია და არ მესმის როგორ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია არ გიყვარდეს, არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი. მაგაში მეეჭვება ვინმე შეგეკამათოს რა ვიცი, არიან ეგეთებიც. ვიცი, ალბათ არ იცი რა არის ახლა ნაპოლიში პირველი სეზონის მერე, არა არიან და რატო იცი? ნაპოლიში პირველი სეზონის მერე ხვიჩამ ისეთი პირველ სეზონში ისეთი ეფექტი მოახდინა. პირველი სეზონის მერე გაჩნდა კითხვა, აბა ეს მეორე და მესამე სეზონი და უწყვეტად რო ისე ეთამაშა, ნუ ეგ ახლა მესის და მარადონას დონეა რა. ამდენად ძალიან ბევრ ადამიანს ქართველ გულშემატკივარს, მით უმეტეს ქართველები ვიმეორებ ემოციურები ვართ. დარჩეს დაბეჭდილება რომ ეს მესივით უნდა თამაშობდეს ყველა სეზონში რა. გაიგე? და ეს რა ქვია, მე მეორე სეზონი იქ ნაპოლიში მწნელების გამო, იმის გამო, ამის გამო ჩავარდნა იყო, ხო? თლიანად გუნდს ჰქონდა. თლიანად გუნდს ჰქონდა ჩავარდნა, რა საკვირველია, თლიანად გუნდს ჰქონდა ჩავარდნა. ხო და ამის გამო მე იყვნენ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ უი, არა, იცი რა არის ეს არა მარტო საქართველოში რა. არა მარტო საქართველოში. იტალიაშიც იქ და ყველგან. ამას ადამიანები რომლებიც და უი, არა, ეს ისეთი მაგარი არ ყოფილა, როგორიც პირველ სეზონში გვეგონა. არა, ძალიან მაგარი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ხო, აი სწორად აღნიშნე, მაგას რომ მართლა ესე გაენელო, მართლა მესის დონე ეგ უკვე სხვა დონეა. ხო, ეგ უკვე სხვა ის არის რა. ეგ უბრალოდ პირველი სეზონი ისეთ მაღალ დონეზე ჩაატარა და ითამაშა, რომ იმაზე მაღალი უნდათ კიდე. თამაშები ახლა რაღაცა რო არის, კიდე უფრო ის გინდა. ხო და ახლა ეგრე არ არის რა. ხო, ნუ ამას თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც. ესე იგი, პირველი ნოტა სადა გაქვს. ხო, თუ ძალიან მაღლა გაქვს, მე უკვე მეორეს და მესამეს კიდე შეიძლება შეუძლებელ სიმაღლეებზე ელოდება ხალხი და ნუ ამ შემთხვევაში ასე მოხდა რა. მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯერ ერთი ხვიჩამ ის სეზონებიც ძალიან მაგრა ითამაშა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. იმ არეულ გუნდში მადლობა ნახევარი ძალიან მაგრა ითამაშა. ძალიან მაგრა ითამაშა და იმ ნაპოლიმ მადლობა ნაპოლის გულშემატკივრებმა მადლობა გადაუხადონ და ალბათ უხდიან კიდევაც ისათვის რაც მათ გუნდში და მათი გუნდისთვის გააკეთა და მე ნუ ახლა აქ პარი სენ-ჟერმენში გადმოვიდა შუა სეზონში გადმოვიდა სეზონის წინა მომზადება გუნდთან ერთად არ გაუვლია არაფერი და ერთ თვეში ისე აუღო რომ აი ამ ურთულეს კომბინაციურ ფეხბურთს გასავს გადასვლიდან ერთ კვირაში ორი თამაშის შემდეგ ფაქტიურად ისე იყო ცოტა პესიმისტური რაღაც განწყობა იყო უკვე იქაურ კომაგებში რომ რაღაცა და რა გვინდოდა ეს და ამდენი ფული და ორი კვირის მერე ისქნა რა ვქვია რა. ხო რა საერთოდ ჩვეულებრივ ვარსკვლავი გახდა ახლა ორი კვირა ისეთი ამ ტაქტიკას შენ თქმის არ იყოს შენ რაც თქვი ზეგან რომ ეს ურთულესი ტაქტიკაა ხო? ამ ტაქტიკას ესე შეერწყა ესე აუღო წინასწარი სეზონის წინა მომზადების გარეშე პირდაპირ ჩავიდა გამარჯვებად და შევარდა მოედანზე ხო? ეხლა ეგ ძალიან ჩემი აზრით აი ლუის ენრიკემ ზუსტად მაგიტო იყიდა კვარაცხელია რომ მასში ხედა ხო არიან ახლა ისეთი თავდამსხმელები რა შემტევები რომლებიც რაღაც ერთ პოზიციაზე არიან მიმაგრებულები და იქით მეორედან ვერ თამაშობენ. ამან იყიდა ისეთი რომელიც ორივე ფლანგზე თამაშობს და თუ საჭიროა იმ ცრუცხვიანსაც ითამაშებს რა და გამთამაშებელსაც ითამაშებს. ზუსტად ის ფეხბურთელი იყიდა როგორებიც ყავს. როგორიც უყავს ლუის ენრიკეს რა. როგორიც უნდოდა რა. ხუჩა კვარაცხელიას თუნდაც დემბელესგან და იმავე ბარკოლასგან განსხვავებით აქვს ძალიან კარგი პასი. პლუს კიდე აქვს ძალიან კარგი პასი. და ამის არ გამოყენება ის კამათიც მოგვისმენია რომ აი ხუჩა სულ უნდა იყოს ფლანგზე თქვა და მე მგონია რომ არ უნდა დაიკარგოს მისი ესთვისება რა ანუ უნდა შემოდიოდეს შუაში და აი ამ თავის გამჭოლ პასებს უნდა აკეთებდეს აკეთებს კაცი არაჩვეულებრივ პასს და ეს ზრდის როგორც ფეხბურთელს რა ახლა აი ამ იმაში ხო ორი გოლი გაიტანა ორივე ცაციათი გაიტანა რა აქიდან კი ბატონო იქ ნაპოლის თამაშის პერიოდში მარცხენა ფლანგზე იყო ისე ხო როგორც ამბობენ ტრამვაი ხო სუმარ ნო შუაში რო არ შედიოდა და ახლა იქეთ აქეთ და აი ნაპოლის დამსახურება აქ რა შეიძლება იყოს და
კონტეს ფიზიკური მომზადება სეზონის წინ, ანუ მთელი სეზონის ახლა სომხეთთან გინდა ერევანში და გინდა არა ერევანში არ თამაშია აქ თბილისში სომხეთთანაც კარგად გამოსდა რომ ჩაუდგა корпуსი იქ სომეხ წველს ნუ გადააგდო რა ბიჭი იქ რა იქ ნუ ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ეხლა იგივე მოხდა რამდენიმე ეპიზოდში იმაში რა ქვია სენტეტიენში რა უყურებდი ძალიან ესეთია გაძლიერებულია ათლეტური გახდა აქ ალბათ ლომისწილი კონტეს სეზონის წინა მე არ ვიცი ხა ეს ვარაუდია თვითონ უნდა თქვას რა იყო და როგორ იყო მაგრამ ამ კვარას გოლზე რამე განსაკუთრებული ემოცია ხო არ ყოფილა ტრიბუნაზე არა ნუ ეწყინათ არა ხო ნუ წყენის გარდა რამე რა ისე არა ხა პარიზის გოლ შემატყო მე გამიხარდა და ზურიკოზე რა ხდება ზურიკოს კარგად იძახიან ზურიკო დავითაშვილის მშვენივრად ქართულად აქცენტით ბოლოში დავითაშვილი ნუ ფრანგულს ვაშვებია ხო ესეთი ის აქვს იცი როგორი უცებ წამოდგნენ რა თამაშის წინ იწყებოდა თამაში რაღაცა ხმაურია ერთი მეორე და უცებ ტელესტადიონი წამოდგა და ნუ მეთქი რაღაცა ხდება ან ვიღაცა გარდაიცვალა ან რაღაცა არ ვიცი ნუ წამოვდექი თურმე აცხადებენ შემადგენლობებს რა და რიტუალი ასეთია რომ შემადგენლობები ის ხო იძახის რომ თქვა ზურიკო და დავითაშვილი და სტადიონი რო ყვება სტადიონი რო ხო თურმე ასეთი წესია რომ ეს ფეხზე ამდგარი ხდება რა ანუ მთელი სტადიონი შემადგენლობის გამოცხადებისას დგება ფეხზე მეთქი ამისთვის სამომახენეს გვარების ყვირი სენტეტიენის ფეხბურთელების გვარებს ყვირია მაგრამ ნუ ყავთ ისე ეს უყვართ გამორჩეულად როგორ აი რა ადგილი უჭირავს არის ერთ-ერთი ფავორიტი გულშემატკივრების ზურიკოს კი როგორ არა არის ეხლა რო გითხრათ რომ რომელიმე მათთვის რომელიმე მათი ფეხბურთელი არის ისეთი საყვარელი როგორიც თქვა იყო ოსიმენი და კვარაცხელია იმაში ან რაღაც ასეთი გამორჩეული და არ წავს ხომ ხო ეხლა რეალურად არ ყავს მაგრამ საყვარელ ფეხბურთელთა შორის არის რა ნამდვილად არის მე რა არის აი სენტეტიენში მაგის სადგურზე რო გადმოვედი მატარებლიდან ხო აი უკვე იქვე სადგურის წინა მოედანზე და იქ მაღაზია რო არის სუვენირების უკვე ფეხბურთი იგზნობა ხა პარიზში ნუ პარიზში არა რას გეტყვი იცი პარიზში რომ მიდიხარ აი ქალაქში რა იმას არ გეუბნები იმის მაღაზიას რა ქვია საკლუბო მაღაზიას რომ მიდიხარ და ისინი რო არის ჩამოკიდებული ეს რაღაცა მაიკები და სუვენირები და რაღაცეები 7 ნომრიანი მბაპეს ისენია მბაპეს დღემდე არის იქ და იყიდება ჩამოკიდებულია ანუ ის რო აი ეს მომენტი და პარი სენ-ჟერმენი და ის ქალაქში დიდია ეხლა პარიზი რა და პარიზია რა და სხვანაირი მომენტია თუმცა ფანები რა თვითონ საფრანგეთშიც PSG-ს გამორჩეული ფანები ყავს სუწერენ მაგას კი არ ვამბობ აქამდეც სანამ PSG მაგარი გუნდი იქნებოდა მაგას კი არ ვამბობ მაგრამ მაგალითად ეხლა ეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სუვენირების მაღაზიაში და ასეთი ბევრია ხო ვაპეს 7 ნომრიანი მაისურები კიდია ბლომად მაგრამ აქ რატო მოვყევი სენტეტიენში რომ ჩადიხარ ფეხბურთი გაცილებით უფრო იგრძნობა ვიდრე პარიზში რა ხო პატარა ქალაქია როგორც სიტყვაზე დორტმუნდი და ბერლინი ალბათ ხო დორტმუნდი ხო ფეხბურთის ქალაქია ხო ეგ იგრძნობა რომ გუნდს ამ ქალაქისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა მაგნიტი მინდოდა სახში სადაც ჩავდივარ ხოლმე მაგნიტი მომაქვს და მაცივრის კარზე ვაკრავ რა ესეთი ნუ ყველასა აქ ესეთი ხო რა თქმა უნდა მეც მატრიცხში მაქვს ესეთი ჩვეულებრივი თვისება ხო და სენტეტიენიდანაც მინდოდა წამ ნუ ვერ ვნახე იყო უამრავი საკლუბო ატრიბუტიკა ბრელოკი ის აქვია რაღაცა რა მაგნიტი არის აშნე ისე მაგნიტი არის ხო კლუბის იყო ქალაქის არის აი ესეთი ის არის. სენტეტიენელი ხო ვიცით ვინც არის? პრინციპში ქსო სანიოლი. ვინი სანიოლი არის? ალბათ იყო თამაში. პლატინი მაქედან გადავიდა იუვენტუსში. მაქედან დაიწყო რა ესა რა. იქამდე ნანსიში და იმ. სანიოლი ხო არ შეგინნიშნავს საერთოდ. არა, გადაღმა ტრიბუნაზე ვიჩი. იქნებოდა ისე მაგდამის ხო ალბათ. ალბათ იქნებოდა ხა სენტეტიენელია და მაგის ქალაქში იყო მაგის ნაკრების ორი ფეხბურთელის თამაში და
ალბათ იქნებოდა. იქითა ტრიბუნა, ანუ მე ვიჯექი, იქითა ტრიბუნა არის ვიპები, პატრიცემული ხალხი, რომელიც შესვენებაზე გადის ტრიბუნის უკანა რესტორანში ტრაპეზისთვის, ხო, არ ვიცი, ბაღახს მიერთმევენ თუ კრუასანებს, მაგრამ პრესის ლოჟა და ესეთი რა, ხო ეს ბოლო წამს რო შემოდიან ესე, რა ქვია, ღირსეულად და იკავებენ თავიანთებს და ესეთი ის არის. ილია, ლიონში იყავი ლიონის თამაშის დღეს. თუ მეორე დღეს. არა, ლიონის თამაშის დღესაც ვიყავი. ხო, აი რა ხდებოდა იქ? არა, ჩემდა სამწუხაროდ ახალი ჩასული ვიყავი და მინდოდა ძალიან მომეძებნა ბარი ან რაღაცა ადგილი, სადაც ლიონის გულშემატკივრები ერთად უყურებენ თამაშს, იმიტომ რომ თამაში ჰქონდა გუნდ სტრასბურგში მაგ დღეს. და ვერ ვნახე ასეთი ბარი. ასე რომ არაფერი არ შემილია მაგ თემაზე გითხრა. თუმცა მიხაუტაძის მაისურები, ლაკაზეტის და მიხაუტაძის მაისურები ესე თვალში ისაცებად არის რა, ის მე მგონი ყველაზე მეტი ამ ორი ფეხბურთელის მაისურები იყიდება. ამ ქალაქშიც ნუ ესეთია რა. იგრძნობა ეს ფეხბურთი ისე არა ეხლა თან იქ თამაშის დღე იყო არ ვიცი შეიძლება ამანაც იმოქმედა რა ესე შენი მასალა წავიკითხეს არ ვიცი სხვათა შორის სადაც წერია რომ ეს ლიონის გულშემატკივრები კომაგები ითხოვენ რომ ლაკაზეტ დასვით სკამზე და მიკაუტაძე დააყენეთ სასტარტოშიო და როგორაა ეგ ამბავი რა ვიცი ხა ეგ ამბავი ლაკაზეტი ალბათ ახლა უკვე ასაკშიც არის ხო და აღარ არის ნუ ის რაღაცა მომენტში ალბათ ყველა ადამიანი თავის სფეროში კარგავს საუკეთესო ფორმას. რა ვიცი, მე მგონი ეს პირიქით, მე მგონი ახლა არის საერთოდ თავის ჟორჟი იმატებს და ლაკაზეტს გულისხმობდი. ლაკაზეტისთვის პირიქით ალბათ ახლა უკვე პრინციპში ეგ მე მგონი აღარც იქნება ეგ განსახილველი ჟორჟი უკვე იქნება და იქნება. არა ხო ნუ ლაკაზეტი თუ ეხლა არის სიმბოლო თუ ამ ვის და აუ ისე წერან მაისურებზე მაღაზიაში ფანშოპზე რო პარიზის ფანშოპზე წავიკითხე ამაცინეთ მასალა რა ვიცინე რა თურმე მან მაისურებს ყიდდა ტიპი მაროკოელი PSG-ს მაისურებს აი იმ დროს იბრაგიმოვიჩი ლავეცი და კავანი რო თამაშობდნენ და თან ელაპარაკებოდა ამათ მაროკოელი ტიპი იყო, თან მერე ვარჯიშებს უყურებდა, PSG-ს ვარჯიშებს და გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი 22 წლის ასაკში. 22 წლის ასაკში ყიდდა მაისურებს. და სადღაც ერთ წელიწადში გახდა ის და ნამთში მივიდა გასინჯვაზე და აიყვანეს. თამაში დაიწყო. თამაში დაიწყო, მაროკოს ნაკრებში ითამაშა. ხო და მაგარი ისტორია არის იბრაგიმოვიჩს გიცნო საერთოდ არავ თავი გავახსენეო და გაგიჟდაო ეს გაშტერებული ვიყურებდაო ის ატარებს 22 წლის ასაკში დაიწყო თამაში უბრალოდ გამახსენდა ეხლა არის ძალიან საინტერესო ისტორია იასინ მბამუ ეგეთი ილია აი ისა რა ქვია თვითონ აი როგორა ვთქვა სენტეტიენი PSG აი რაღაცა გასაოცარი ესეთი როგორც შენ თქვი დატვირთვა რაღაც განსაკუთრებული არ ქონია PSG-დან სიცილიერიდან გამომდინარე ხო და აი სხვა გუნდებთან მიმართებაში როგორ არიან აი მაგ ხრივ ხო სენტეტიენი იცი რა აი ისევ იმას გავიმეორებ არ ვიცი ახლა შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს ვინც ბევრჯერ არის ამ სენტეტიენში დამყოფი და უფრო მეტად არის ამ საქმის კურსში. არა მგონია ახლა სენტეტიენში ბევრი ქართველი იყოს. რა არის, იცი? რაღაც თავისი გუნდის გულშემატკივრობით არიან ძირითადად დაკავებულები ვიდრე სხვასთან კიშპით რა. და ეხლა აქაც როგორ იყვნენ, იცი, რო გაიტანეს პირველი გოლი სიხარულით იმედი მოეცათ, მაგრამ რო გითხრა რომ ეხლა ინფარქტი მიიღეს, როდესაც გაათანაბრა იმან, რა ქვია, ანგარიში პარი სენ-ჟერმენმა ან მერე როცა თუჩა მეორე გოლი გაიტანა, არა, ნუ იცოდნენ რა რო წააგებდნენ, რა ეხლა ბუნებრივია. არ ქონიათ, ხო, არც იმ გოლის არა, ტრაგედია არ იყო ამ ხალხისთვის. სიმღერა არ შეუწყვეტიათ და არც იმათ გულშემატკივრებს კარების უკან როს ხედან და არც ეხლა თქვა ჩემს გარშემო ვინც იყო არც იმ გულშემატკივრებს ანუ ხო ეწყინათ ამათი მწვრთნელი აჩვენეს ეკრანს ტელევიზორს რასაც ვნახე ამ სენტეტიენს და გოლის შემდეგ არაფერი წარბი არ შეტოკებია საერთოდ. ხო იცოდნენ ხო იცოდა რომ
6-1 თუ არა 4-1 სააგე. ეხლა 70 მილიონი გადაიხადეს კვარაცხელიაში და 70 მილიონი ალბათ ღირს სენტეტიენის თელი თუ არა ნახევარი. ნუ ნახე. მათაშორის ეკიპმა გამოაქვეყნა ამ ლიგა 1-ის ხელფასები. და პირველი 16 ფეხბურთელი არის ეს რა ქვია. არის ეჟენ. 20-დან 16, ხო? 30. არა, ყველასია საერთოდ, მაგრამ პირველი არის დემბელე, მილიონ ნახევარი აქვს რაღაც თვეში და მერე მოდის და 16 ფეხბურთელი არის იმის, რა ქვია, Paris Saint-Germain-ის. და მერე მოდის რაღაც ლაკაზეტი მოდის, ვიღაცა, ლიონის და მარსელის 1-5 ფეხბურთელი, მერე მოდის კიდე Paris Saint-Germain-ის ესა რა ქვია, სათადარიგოების ესენა, ხელფასები. და მერე მოდის ესენი რა სხვები რა. აი რა მინდა ეხლა თქვენი აზრი მაინტერესებს. აი წარმოიდგინე ეხლა რა დონეზეა ესა რა გუნდი. ხო რა და ახლა როგორ უნდა შეადარო და აი რა კიდე ესეთ ფრანგულ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ. რა მაინტერესებს აი მართლა აი ეხლა დავუშვათ Paris Saint-Germain-მა ნუ ამას რომ მოიგებს საფრანგეთის ჩემპიონი რო გახდება ორი აზრი არ არის და დავუშვათ ჩემპიონთა ლიგას თასსაც მოიგებს ალბათ თასსაც მოიგებს და დაუშვათ მოიგო ისიც რა ქვია ჩემპიონთა ლიგას ღმერთმა ქნას აი ძალიან მინდა აი გაისად რაღა უნდა მოხდეს ესე იგი უპირატესობა არის ამხელა ხო მართლა წეგან რო ლაპარაკობდით ახლა ლუის ენრიკემ რა უნდა უთხრას რომ აბა ისა რა ქვია ყველა გოლს მარჯვენა ფეხით თუ გაიტანს თუ ასკინკილით თუ აი თქვენი აზრი მაინტერესებს ხო არ ჩიხში ხო არ შევარ ეს რაღაც мотиваციაზეც იმოქმედებს ხო გასაგებია რა თქმა უნდა აი ფეხბურთელების ხო ალბათ მაგას გულის ხო გაისად ყველაფერს რომ მიაღწიოს მე რა უნდა ქნას ხო არა ნუ აგერ სიტის მაგალითი ხო გვაქვს აგერ რომ 5 წელი 6 წელი ესა რა ქვია გუნდი დომინანტია სიტის ვიღაცა ლივერპული იქბინება ის იქბინება ამას ნუ ამასაც უკმენს ახლა პერიოდულად მარსელი უკმენს ლიონი უკმენს რაღაცა ისე არ არის თანაფარდობა აქ როგორ იქნება ალბათ იცი ჩემ ვარაუდეთ რომ ამ PSG-ს შემხედვარე ვიღაცა გამოჩნდება ბერნარ ტაპი გამოჩნდება ახალი და რაღაცა ან მარსელს გააკეთებს მაგარ გუნდს ან ლიონს ან ვიღაც არაბი შეიხი ჩავა როგორც მაკეთ მიდის საქმე რა ანუ რო შეხედავს ამ PSG-ს ხო გადამდებია ეს ისა რა ვქია ხო მაკეთ მიდის საქმე იმიტომ რომ აი ეს ინგლისში რო დაიწყო ეს თავიდანაც შეიხების თემა მე უკვე სხვა გუნდებმაც ყველას ფული აქვს იქ რა ვესტჰემი აგერ 70 მილიონებს იხდის როგორც არაფერი და რა ვიცი ბრაიტონი და ნიუკასლი ეს ახალი პატრონი რომევიდა და ხო ნახე რა დღეში არიან ხო ვარსკვლავი კი არ უყიდიათ არავინ მაგრამ თვითონ გუნდი გაკეთდა ესეთები ფინანსური мотиваციაც ხო ცალკე თემაა კიდე რა აი უბრალოდ საფრანგეთში რამდენად ეყოფა წეგან რატო დაგისვე კითხვა ეხლა გამახსენდა რა ბოლომდე ჩავა ერიკ კანტონას აქ ეგეთი რამე ნათქვამი რომ საფრანგეთის საფეხბურთო ქვეყანა არ არის არც ერთ ქალაქს არ აყავს ორი გუნდიო. აი ესეთი რაღაც. ახლა მე უნდა მეკითხა. არის მეორე გუნდი. რასინგი იყო და მე. არა, პარიზი ყავს იმაში მეორე ლიგაში, ხო? FK პარიზი. მიშელ პლატინის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ეკითხებოდნენ, ნუ ძველ ახლა მიმდინ UEFA-ს ამბებზე კი არა და პრეზიდენტობის ან ფეხბურთელობის ამბებზე ეკითხებოდნენ და მარადონასთან მასული იყო მაშინ რომ პლატინი მარადონა მით უმეტეს რომ ორივენი იტალიის ჩემპიონატში გამოდიოდნენ და რაღაც მარადონასთან რა შეადარეთო ნუ საკუთარი თავიო და ასეთი რაღაცა უპასუხა რომ ჩემი და მარადონას შედარება შეიძლება რომ მარადონა დაიბადა ქვეყანაშიო სადაც ფეხბურთი რელიგიაა ფეხბურთით სუნთქავენ ფეხბურთით არსებობენ ადამიანები და მეო ნუ ეხლა სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ ფაქტიურად უკვე მიშელ პლატინი ვიყავიო რა, თამაშობდა სენტეტინში და მომავალი ვარსკვლავი იყო, ახალგაზრდა იყო და გარშემო ხალხი მეკითხებოდაო ახლობლებიო. ნუ კაი მიშელ ეს ფეხბურთი გასაგებია, მაგრამ მართლა საქმეს როდის უნდა მოკიდო? წარმოიდგინე, ხო? ანუ უკვე პლატინი იყო. ეს ერთობოდა ეგონა რა. უკვე პლატინი იყო და ნუ კაი გავიგეთო ეხლა ეს შენი ფეხბურთი, მაგრამ საქმეს როდის უნდა მოკიდო ხელიო რა. ფეხბურთელი თუ არ იქნება. რომ მოკიდა საქმეს ხელი დაიჭირდა. კოდა თამაშა 70 წლამდე. პეისლისაც აქვს ნათქვამი თუ აუ მე მგონი ბობ პეისლის აქვს ნათქვამი მომავალ სასიმამროსთან მივედიო და რასაპირებო და ნუ ფეხბურთში ვარო და არასერიოზულად შემომხედაო რა თქვია ო შენ როგორ მოგათხოვო გოგო ფეხბურთიო მითხარიო
ეხლა ასეთი განსხვავება არისო არგენტინასა და საფრანგეთს შორისო რა ეხლა. ხო, მართლა რომ დაუკვირდე, ქალაქს მეორე გუნდები არ აყავს რა და ეხლა ეგ რა თქმა უნდა სისულელე თქვა ეგ რომ საფეხბურთო ქვეყანა როგორ არ არის საფრანგეთი, მაგრამ ნუ აი ეს მაგას გაუსვა ხაზი. მოიდგინე როგორი რამეა. და მიუნხენია ეგეთი კიდე რა, მიუნხენში ხო ეს 1860-ია, ოღონდ სადაა კაცმა არ იცის რა, ბავარიას ხო, ოდესღაც და ეგ და შეხედე პარიზში ხო არის, პარის სენ-ჟერმენი და დამთავრდა რა, ეგ ყოველ შემთხვევაში უმაღლესი ლიგა 1-ში და ლონდონში ნახევარი პრემიერ ლიგა არის, ლონდონის გუნდებია ნახევარი, ხო? ყველა უბანს ყავს სოფლიო დონეს, თითქმის სოფლიო დონეს გუნდი. მარტო მთავარ ლიგაში 6 გუნდია. ინგლისში ჩემპიონშიპში და ნახევარი პრემიერ ლიგა არის ლონდონის გუნდები რა და თან ყველა არის აი რაღაცა ევროპული მასშტაბი. ინგლისში ჩემპიონშიპში და პირველ ლიგაში არის ჩემპიონთა ლიგის ფლობელი გუნდები და ისინი. ხო, ფასტასის ფლობელი გუნდები. ახე რა და სადაც შეფილდში არ დაიწყო ფეხბურთი, შეფილდში არ დაიწყო საერთოდ. იტალიაში კიდე რა საინტერესოა 2-2 რო ყავთ. ზუსტად 2-2, არც 3, არც იმენ 2 ქალაქებს რა. ერთი ნეაპოლი. რა არის ეხლა? ნეაპოლია. რა არის საფრანგეთი ეხლა კანტონამ, ნუ ხო, გასაგებია, რაღაც საინტერესო მიგნება გააკეთა და პრინციპში ნიშანდობლივიც არის, მაგრამ ეხლა სოფლიო ჩემპიონატი ფრანგებმა მოიგონეს, ევროპის ჩემპიონატი ფრანგებმა მოიგონეს, ჩემპიონთა თასი ფრანგებმა მოიგონეს, ოქროს ბურთი ფრანგებმა მოიგონეს. გადარჩა. საფეხბურთო სტრუქტურაში რა არის? ოლიმპიადა კიდე დაამატეს ზემოდან ფრანგებმა გააკეთეს, ხო, პირ დე კუბერტენმა და რა დარჩა მეტი. ეგეთი დიდი ათიანებიც ევროპაში, რავი, აბა. პლატინი, ზიდანი და მოჩი. პლატინი, ხო, ეხლა ვთქვათ, რომ პლატინის გამოვა იტალიელი იყო. რა, ორი ყველა დიდი ათიანი. არა, ის კანტონა დაბოღმილია იმ თემაზე, ნაკრებში რო აღარ იძახებდნენ და მაგის მერე სულ რაღაც სიკბინება ხოლმე მაგ თემებზე და ანტონას არ იძახებდნენ თავის იმის გამო რა, ხასიათის გამო რა. თან. ხო, კანტონა რთული ადამიანი იყო. ვა, საფრანგეთ ხო, ეხლა რა მაგარი რაღაცა თქვი, შენ რომ ყველაფერი ფეხბურთის გარდა ყველაფერი ფეხბურთთან დაკავშირებული. სტრუქტურა რაც არის, ეს არის. რითიც სულგმულობს დღეს და რასაც ყველაფერი მაგათი მოგონილია. ხო, აი წარმოიდგინე. სულ ყველაფერი და ფრანს ამ დროს ფუტბოლი, ანრი დელონე, ჟიულრი. ყველაფერი არის ფრანგების მოგონილი ფეხბურთთან დაკავშირებული თვითონ ფეხბურთის. სოფლიო ჩემპიონატის ისტორიაშიც პირველი გოლი ფრანკს აკატანი. რუსიან ლორენს. და მელე ფრანგი ყავს კიდე და ჩვენც ნელი ფრანგი ყავს და მე როდესაც ფეხბურთი შემიყვარდა და უყურებდი მაშინ სენტეტიენი ეს გუნდი სადაც რას წარმოვიდგენდი რომ ოდესღაც მოხდებოდი სენტეტიენში ამ ქალაქში და თამაშს დავესწრებოდი და მაშინ ჯერ კიდე როდის სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ეს ქალაქი სენტეტიენი შემოვიდა ჩემს იმაში რა ქვია ხო მიშელ პლატინის გამო ეს აი ხა რო თქვა ფეხბურთის აი ესა სერიოზული სიყვარული დამაწყო პლატინის ოღონდ იუვენტუსში რო უყურე რა რაღაცა ტიპს რო უყურებდი რაღაცა და ლამას ფეხბურთს რო არა მე საერთოდ ერთ-ერთ დიდი მარცვალი ჩემს იმაში ჩააგდო პლატინე რა ეხლა მე საერთოდ მე რატო გამწარეთ რა გინდა მე საერთოდ ის იყო რა ქვია ფრანგები გულკები არიან ის გერმანელები დათოკიფიანმა ასე ვთქვათ შემაყვარა ფეხბურთი და გამთამაშებლები მიყვარა ხა იმ პერიოდის გულშეჩემი ბავშვობა და სკოლის მოსწავლეობა ის პერიოდია და იმის მერე 10 ნომრები და ეს გამთამაშებლები რაღაც გამორჩეული სიყვარულით მიყვარს და ლატინი წამოვიდა ნომერი უნდა გიყვარდეს ახლა რა ხო რა და ფეხბურთი თუ გიყვარს 10 ნომერი უნდა გიყვარდეს და ესე სენტეტიენი დავიწყე რა და ძალიან ისა ჩემპიონთა თასის ფინალიც აქნა თამაშები იქაც გერმანელებთან ვათაშორის ეხლა მაგაზე გამახსენდა გაამწაერთო ფრანგები წინა კვირას ეხლა ერთა ლიგის ისო იყო თამაშები როგორი ისტორიული რამე მოხდა თუ მიაქციეთ თქვენ გერმანია მოუგო იტალიას და იქ 3-3 ოფიციალური თამაში მოუგო გერმანიამ იტალიას 90 წუთში. აი ერთი 2 წლის წინ მქონდათ ეხლა ერთა ლიგას პირველი თამაში მოგებულ თელი ისტორია. ხო, იმას თუ არ ჩავთვლით, ერთხელ პენალტებში ყავს დაგდებული 16 ძირითად დროს 90 წუთს გულისხმობ არ ქონდათ. აი 2 წლის წინ მოუგეს აღარ მახსოვს ზუსტად წელი ეხლა რა ამას წინათ ასე ვთქვათ რა პირველად ისტორიაში რაც კი დაარსდა ფეხბურთი იმის მერე 90 წუთში გერმანიას იტალიისთვის ოფიციალური თამაში მოგებული არ ქონდა
და ახლა მოუგეს ერთი კვირის. არა, საერთოდ უცნაურობა აბარა იმას წინათ მეწერა კიდეც ეგ ლიდერ სპორტში. გერმანია რო 3-0 იგებს და 3-3 რომ თავდება თამაში, ესეც ხო რაღაც ფანტასტიკის სფეროდან არის. პირიქით რო აკეთებდა როგორ გავიდა იქ ის დონარუმას. რაღაც იგი ის საერთოდ ვერ გავიგე რა იყო სად დონარუმა წასული იყო სადღაც და საერთოდ. ჩემო კარგებო. მე მგონი კაი საინტერესო ამბები იმედი მაქვს თუ არა და გვაპატიოს მაყურებელმა. არა, რა გინდა ახლა სეტატიანში ნამდვილად ისე ჩემს საახლობლოში მაგალითად პირველი ადამიანი ხარ, ვინც იქაა ნამყოფი და თან ქართველების თანაც დაესწრო და ერთადერთი რაც არ ვარგო და აქეთაც რომ არ ვარგო და ერთადერთი რაც არ ვარგო და იმ დღეს იყო ზამთარი რა. წინა დღეებში იყო 15 გრადუსი, 16 გრადუსი, მშვენიერი ამინდი ყველაფერი ხო? აი თამაშის დღეს არ ვიცი ციკლონი იყო რა იყო ზამთარი დილიდან. ერთი თემაც ვქვათ, ორი სიტყვით ხაზგასმეთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი გადავიდა პორტუგალიის ერთ-ერთ გრანჩი რა გამორჩეულ გუნდში და როგორ შეაფასეთ აბა ამ ამბავს? იმ გულშემატკივრისთვის, რომელსაც ღამის გატეხვა უყვარს, კარგია და იმ პირველ საათზე რო იწყება. იმ გულშემატკივრისთვის თამაშები თუ უყვარს. და იმ გულშემატკივრისთვის, რომელსაც ადრე დაძინება ურჩევნია, ცუდია. ამას თასის თამაშებს რატო ვთქვით, რომ ძირითადად რომ მე დამატებით, რომ მე პენალტები და შეიძლება დილის 8 საათი. მე ჩაიცვამ და წახვალ სამსახურში. პირდაპირ. არა, მაგარია. კარგი. ძალიან კარგი. არა, ნუ ახლა სპორტინგი ესაა. ღმერთმა ხელი მოუმართოს, იმედი მაქვს, რომ მით უმეტეს ეს პერიოდი ახლა ამ ორი იმის წასვლის შემდეგ თუ ცოტა არის გნეს რა ვქვია. ქოჩარაშვილი ნამდვილად იმ დონის ფეხბურთელია, რომ იმსახურებდა ლევანტოვს. ჩემპიონთა ლიგას ითამაშებს ხოლმე რა. ჩემპიონთა ლიგას ითამაშებს ხოლმე, ფლათ ეგრეც არა, ახლა იქ ბრაგა არის, ხო? ესაა. ხოლმე, მაგიტო ვთქვი, გარანტირებული არა. ხო, მაგას ვეძახი რა ახლა. თავის შემთხვევაში 2 წელიწადში ერთხელ უეჭველი ითამაშებს. თან გერლფრენდი ყავს ბრაზილიელი, ასე რომ ენის პრობლემა. წესით კულტურული თვალსაზრისით ეგეც იმოქმედებდა. ხო, იმოქმედებდა და წესით კარგად უნდა შეერწყას, იქაურა და თან სპორტინგში უფრო დაინახავს ესა, რა ქვია, გრანდი, დიდი გუნდი უფრო დაინახავს, ვიდრე ლევანტეში. თუმცა მან მეორეც არა, რომ ეს ლევანტე რომ ავიდეს ახლა იმაში პრიმერა დივიზიონში. ო, კარგი, აი, ისევ ჩამოვა რა. ივლისს ესე ლიფტით. მაგრამ იქ შეხვდებოდა იმას რეალს და ბარსელონას და რაღაც ესა. იქაც მოახერხა. არა, იქაც ხო. ანუ ყველა ვარიანტში ძალიან დიდი ნაბიჯია. კი. ერთი სპორტინგში რეგულარულად თამაში ძალიან კარგი იქნება ნაკრებისთვის, ჩვენთვის და თან ახლა რო გადახედო სპორტინგიდან რა ვინები წასულას რა გუნდებში. არა, რა სამო. კი, რა საკვირველია. ამ გადაცემას ვერ მოვჭ. არ უნდა რონალდო და დამთავრდა. მეტი რაღაც უნდა. ფიგურ. მანდა დამთავრებული ყველა. რა საკვირველია. წარმატებები გიორგის, წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენს სპორტსმენებს და ჩვენ და საქართველოს მთლიანად. მადლობა. მადლობა ილიას. მადლობა საუბრისთვის.